გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს არის 24 ივლისი. გამოსული ვარ სამუშაოდ გამოვედი, აგერ მაღაზიასთან მოვედი, რაღაც წყალი ვიყიდე. ახლა ჩავხდი აპლიკაცია, რომელსაც მივყავარ ვარშავის ცენტრისკენ. ანუ ჩემი სახლიდან ცენტრამდე არის სადღაც 15-17 კილომეტრი მაქსიმუმ და ყოველთვის მირჩემია ხოლმე, როცა გამოვალ, რასაც მომცემს გადასაგდებს, რომ ვარშავისკენ დამიყვანოს. არ ვატარებ შეკვეთას 2 კილომეტრიდან იქნება 3 კილომეტრიდან, არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია ცენტრისკენ დამიყვანოს და უღებულობ ყველა შეკვეთას. Dzień dobry. Dobry. Dawid. Tak jest. Pan ćwicza, tak? Tak. Super. Do Warszawy, tak? Do Warszawy. Zapiąć pasy? Jak chcesz? Ja nie mam na tym problemu, to jest Dobra. problem pasażera. Okej, spoko. Policja ujdzie, to mandat już nie pieszy na kierowcę. A, okej. To zmieniło, to wcześniej było inaczej, to kierowiec płacił na tej mandat. A teraz jest pasażer. Już patrzę. Gruzji pan jest? Tak, W Gruzinie fajni ludzie. dziękuję. I Polacy też. Dziękujemy bardzo. Tak, პირველი მგზავრით მოვიყვანეთ, ესე იგი ჩვენ ცენტრში ზუსტად 16 კილომეტრი გავიარეთ 27 ზლოტად, რომ ამე სახლიდან როგორც კი პირველი შეკვეთა ჩავიდო და წამოვიყვანეთ ეს შეკვეთა. ახლა ცენტრი გავაგრძელებთ ისევ მუშაობას. ისეთი დღე არა, მოღრუბლული არის, ძალიან სიცხე არ არის ახლა, 23 გრადუსი არის ახლა. სიცხე არ არის. ნორმალური ამინდი არის ასე თუ ისე. თავარია მუშაობა იყოს. ეხით არ დავდივართ. მოგვისაღამოვდა კიდევაც 8 საათი არის უკვე. მაც პატარ-პატარა შეკვეთებს ძნევა ახლა უკვე გაიცხრილად, ის საცობები უკვე მის აღარც არის, ასად. მუშაობაც ცოტა შეწყდა. ესე იგი, მეგობრებო, რა მინდა რომ გითხრათ, როგორ ვიმუშაოთ ახლა ჩვენ მძღოლებმა ისე, რომ გავიაროთ მაგალითად ნაკლები კილომეტრი და გამოგვივიდეს უფრო მეტი ნამუშევარი. დილის შეკვეთები სხვა არის, საღამოს შეკვეთები სხვა არის, შუადღის სხვანაირი შეკვეთები არის. ანუ სხვადასხვა დროს მე მუშაობ ვაფშე სხვადასხვანაირად. დილით ახლა როდესაც მაგალითად ვიწყებ მუშაობას, ხო? მაშინ უკვე ვუყურებ ყოველთვის ისეთ შეკვეთებს, რომელიც არის გაზრდილი ტარიფი. ანუ გადის მაგალითად 10 კილომეტრს, მაგრამ არის 50 ზლოტიანი. ყოველ დღე ისეთ დილით არ არის ტარიფი გაზრდილი. მაგალითად ახლა დღეს დღესდღეობით ზაფხულის შუა ზაფხულში, როდესაც ხალხი გასული არის ქალაქგარეთ დასასვენებლად, ასეთ პერიოდში დილით აღარ ძვირდება ტარიფი. ან თუ ძვირდება, იმდენი გაძვირება აღარ აქვს, აი მაინდა-მაინც ისე დაელოდო, რომ 1.5-ზე გაგისწოროს, ან 1.10-ზე გაგისწოროს, ესე არ არის. აი შუადღით საერთოდ ნაკლებად ხდება, რომ ტარიფი გაძვირდეს. მე მაგალითად ანუ მეტ შემოსავლის ვეძახი იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად შეკვეთას ვღებულობ იმ პერიოდში, როდესაც მაგალითად კილომეტრი მისწორებს 2 ზლოტს, მინიმუმ 2 ზლოტს მაინც. ანუ როდესაც დილით მაგალითად გამოდივარ, ყველა შემთხვევაში კილომეტრი უნდა გამისწოროს 2 ზლოტში, 2.50 შეიძლება 3-ს გასწოროს, მაგრამ 2 ზლოტზე ნაკლებს თუ ასწორებს კილომეტრაჟი, მაგას უკვე არ ვღებულობ რა. იმ პერიოდში, როდესაც ვიცი, რომ ტარიფები არის ცოტათი მაინც მომატებული, ვიცი თან რომ უეჭველი იმ ადგილიდან სადაც გავა, უეჭველი წავა ვიღაცა ცენტრისკენ და აი აზრი აქვს ისეთი შეკვეთის აღებას, რომელიც მაგალითად შეიძლება 3-4 კილომეტრიდან მოგცეს, დაგიყვანოს 10 კილომეტრში და დაგიწეროს 20 ზლოტი. ანუ ასეთ შეკვეთებზე მე მაგალითად არ დავდივარ და თქვენს გირჩევთ, რომ არის ახლა მე ყველანაირ შეკვეთაზე დავდივარ. მე არ ვამბობ იმაზე, რომ აი პატარა შეკვეთებზე იქ 10 ზლოტიანზე და 8 ზლოტიანზე არ დავდივარ. კი, დავდივარ მე მასეთ შეკვეთებზე, მაგრამ იმ შემთხვევაში დავდივარ მასეთ შეკვეთებზე, თუ პირველ რიგში ჯერ ანუ ჩააგდო ძალიან ახლოდან, ანუ მაქსიმუმ 1 კილომეტრის რადიუსიდან და თუ მიდის, რა თქმა უნდა, ეგ 10 ზლოტიანი მაქსიმუმ ყველაზე დიდი ალბათ 2 კილომეტრი ნახევარი, ნუ 3 კილომეტრი. ანუ მისვლა მიკითხვა, რომ 1 კილომეტრი მჭირდება მგზავრთან და წაყვანა 3 კილომეტრი, ეგ უკვე 4 კილომეტრი გამოვიდა. 10 ზლოტიანს რო ჩააგდებს, იმას თავისი 8% უნდა გამოაგდო კიდე სახელმწიფო საშემოსავლოს გადასახადი და რაღაც. ანუ ანგარიზე დაგიჯენ სადღაც 9 ზლოტს და 20 წელს. ყველა ვარიანტი
მაინც გამოდის, ანუ კილომეტრს 2-ზე მაინც გისწორებს. ოდნავ მეტი 2 ზლოტი და 10 გროში, 2 ზლოტი და 15 გროში გამოდის სადაც ეგ. ამ შემთხვევაში თუ ასეთი ტაქტიკით მაგალითად იმუშავე მთელი დღის განმავლობაში, რომ ყველა შეკვეთა აიღო ისეთ, რომელიც ანუ კილომეტრი გაგისწორებს მინიმუმ 2 ზლოტს, გავლილი გექნება ცოტა, ნამუშევარი იქნება მეტი, ანუ მეტის ნამუშევარი რას ქვია ესე იგი რა, ანუ რამხრივ ამბობ ამ მეტ ნამუშევარს. შენ შეიძლება გაიარო 300 კილომეტრი, გამოიმუშავო 500 ზლოტი და ანალოგიურად შესაძლებელი არის ისიც, რომ გაიარო 200 კილომეტრი და გააკეთო ანალოგიურად 500 ზლოტი. ამ შემთხვევაში საწვავში გაგჭირდება ნაკლები, ანუ ხარჯი ექნება ნაკლები საწვავით 100 კილომეტრით და 120 და 130 კილომეტრით ნაკლებს რო გაიგე, რა თქმა უნდა, ნაკლები ხარჯი იქნება საწვავთან დაკავშირებით. შეიძლება რაღაცა პერიოდი მოგიწიოს ვარშავაში დგომა, მაგრამ შეიძლება არც მოგიწიოს საერთოდ დგომა და გაჩერება ერთ ადგილას, რა თქმა უნდა, თუ იყენი პატარა შეკვეთებზეც, 10-იანზე, 12-იანზეც. მე ახლა ხშირ შემთხვევაში მაგალითად ეგეთ შეკვეთებზე არ დავდივარ, თუ კილომეტრს ხდება, ანუ შეკვეთის შემოსვლა ხდება 1 კილომეტრს. მეტის შოვნა ახლა დროებიდან გამომდინარე, მეტის შოვნა კიდე შეიძლება ყოველთვის ისეთ პერიოდებში, როდესაც მაგალითად არის საცობები, ვიღაცას არ უყვარს მაგალითად საცობში დგომა. ჩემთვის მაგალითად მნიშვნელობა არ აქვს საცობში ვიდგები თუ არ ვიდგები, იმიტომ რომ აქ ახლა მე მაგალითად ვარშავაში ისეთ საცობს ამ მთელი 4 წლის განმავლობაში არ მოვსწრებულ ვარ, რომ ერთ ადგილას ვიდგე რაღაც 9 საათი და 40 წუთი. რავი ახლა ვინც აქ ხართ და მუშაობთ და მეთანხმებით იმ სიტუაციაში, რომ ანუ უმეტესწილად მაინც არის მოძრავი საწობი თუ რა თქმა უნდა, სადმე რაღაცა ახლა ან მანქანა არ ამოტრიალდა, ან ავარია არ მოხდა და ან კიდე რავი რაღაც საგიჟეთი არ ხდება ისეთი, რომ გზები არ არის დაკეტილი, მაგალითად ვარშავაში ამ კონცერტებიდან გამომდინარე ან რაღაც სიტუაციიდან გამომდინარე გზები არ არის დაკეტილი. მაგ შემთხვევაში ისეთი საწობები ვარშავაში არ არის, რომ აი ერთ ადგილას იყოს რაღაც 10 წუთი მაინც გაჩერებული. და მეტის გამომუშავება ჩემ შემთხვევაში ანუ ხდება ეგეთ. მე დავდივარ მხოლოდ ისეთ შეკვეთებზე, რომელიც შეკვეთა შემომდის მაქსიმუმ 2 კილომეტრის რადიუსიდან და ყოველი შეკვეთა მისწორებს 2 ზლოტს. ეს დილის პერიოდში, შუა დღის პერიოდში, როდესაც იმდენი შეკვეთები აღარ არის და უკვე სკოლებში ახალხი, უნივერსიტეტებია, სამსახურები დაწყებულია და იმდენი ხალხი უკვე გარეთ აღარ არის, ვისაც ტაქსი ჭირდება და ეშქარება, მაშინ უკვე თვითონ აპლიკაციასაც ეთყობა, უკვე ტარიფიც აღარ არის გაძვირებული, უკვე იმდენი მოძრაობაც აღარ არის, უკვე ანუ სადღაც 10 საათიდან 2 საათამდე სადღაც აი ეს 4 საათი ისეთი პერიოდი არის, რომ შეჩერებულია მუშაობა, ბევრი გამოძახებები არ არის, მოძრაობაც ვარშავაში საცობი იმ პერიოდში თითქმის არსად არაა და ანუ ამ პერიოდში უკვე დავდივარ ისეთ შეკვეთაზეც, რომელიც მაგალითად კილომეტრი 1.5, 1.6-ზე ან 1.7-ზე, ანუ ეგრე რო გისწორებს, ეგეთ შეკვეთებზეც დავდივარ, რომ სულ რო გავჩერდე და არ ვიარო, მაგას მირჩევნია ესეთ შეკვეთაზეც ვიარო. და დღის ბოლოს მაინც გიბალანსდება ეგ ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რომ შენ დილით შეიძლება ანუ პიკი საათი, როდესაც არის ისეთი შეკვეთები მოგწეს, რომელიც შეიძლება 1-3-ზე, 1-2 იყოს და მერე ის შუა დღის ნამუშევარი, რომელიც 1-1.5-ზეა, მაგით დაგიბალანსოს. ყოველ შემთხვევაში მე მუშაობ ისე, რომ შეკვეთას ვაკეთებ და ვღებულობ იმ შეკვეთას, რომელიც 1 კილომეტრს მისწორებს 2 ზლოტზე. აი ახლა ხმაც თუ გესმით ახლა ამისი შეკვეთები შემოდის, აი მაგალითად როგორი შეკვეთა შემოვიდა ახლა. ახლა შემოდის ეგეთი შეკვეთა. 16 ზლოტად, ანუ 800 მეტრში უნდა მივაკითხო მგზავრს და უნდა წავიყვანო 12 კილომეტრში და არის 16 ზლოტიანი. ანუ არ გამოდის უკვე ის, რომ დაჟე 1.5-ზეც აღარ გიტოვებს. ახლა ესეთ შეკვეთაზე მე წასვლა არ მიღებს, იმიტომ რომ ანუ კილომეტრაჟს გავდივარ, კი, გაზზე ხარ, ბენზინზე არ დადიხარ, გაზი მომენტ არ ღირს ახლა აი ისეთი ძვირი და რაღაცა ანუ მუშაობასთან და შემოსავალთან დაკავშირებით ვამბობ ყველაფერს. მაგრამ მაინც არ მიღებს, მირჩევნია 100 კილომეტრი გავიარო და გავაკეთო 300 ზლოტი, ვიდრე 300 კილომეტრი გავიარო და გავაკეთო 400 და 450 ზლოტი რა. ანალოგიურად არის ღამითაც. აქვს პერიოდები, როდესაც
აი ეს ხალხი რომელიც გამოსული არის ამ რესტორნებში და დასასვენებლად და რაღაცა, ანუ ერთი პერიოდია სადღაც აი ესე 11 საათიდან პირველი საათი, ანუ 2:30-მდე სადღაც ეგრე, εμას გეუბნებით სამუშაო დღეებში, ანუ ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, მაგ პერიოდებში იზრდება ტარიფი. პარასკევს და შაბათს სხვანაირად, ანუ უფრო ღამით საათებში იზრდება ტარიფი. როდესაც ხალხი სახლში ბრუნდება გართობიდან, ეს არის სადღაც ალბათ ღამის 12 საათიდან დილის 4 საათამდე არის მუშაობა. ანუ ყველა დღე, ანუ რო იმუშავებ და რო ნახავთ იმ სიტუაციას, რომელ დღეს როგორ არის მუშაობა, მაგის მიხედვით მე თქვენ თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული, ვის როგორ ურჩევნია. მე მაგალითად სამუშაო დღეებში მირჩევნია ვიმუშაო დილიდან და პარასკევს შაბათს დასვენების დღეებში ვიმუშაო უფრო შუა დღიდან, იმიტომ რომ ვიცი, ღამით არის მეტი ტარიფები უმატებული და უფრო მეტი შეკვეთები და შორი მანძილები. და ამ შორ მანძილებთან დაკავშირებით ისიც არის, რომ შეიძლება შეკვეთა შემოგივიდეს რაღაც დასაყვანი 50 კილომეტრში და გიღირდეს ის, რომ ანუ იმ ხრივ გიღირდეს, რომ დაგიწეროს სადღაც 150 ზლოტი 50 კილომეტრში დასაყვანი. ანუ გამოდის ფაქტიურად 1-3-ზე, მაგრამ აქ იმასაც უნდა უყურო, რომ სად მიყავს და იქ მოგცემს თუ არა შეკვეთას. ახლა 50 კილომეტრი რო წაიყვან, უბერი და ბოლტი ახლა მაგ რადიუსზე აღარ მუშაობს უკვე 50 და 40 კილომეტრის ზევით, 45 კილომეტრის ზევით რადიუსი აღარ აქვს. არც უბერს და არც ბოლტს. ამიტომ ისეთ შეკვეთებზე დავდივარ, არის სიტუაცია, როდესაც მიღირს წასვლა, იმიტომ რომ ქონია შეკვეთა მაგალითად 50 კილომეტრში წამიყვანია 350 ზლოტა. ამ შემთხვევაში უკვე მიღირს, იმიტომ რომ 1.7-ზე არის გამრავლი და უკანა თუ ცარიელი წამოვიდე, ანუ გამომდის 100 კილომეტრი გავრილი და 100 კილომეტრს ვნახე უკვე 1.3-ზეა მაინც გაძვირება ტარიფიდან. ამ შემთხვევაში მაინც მიღირს, იმიტომ რომ მაგ რადიუსს იმ პერიოდში, როდესაც ამას გაძლევს, დროის ფაქტორში უფრო მალე დაფარავ. ამ შემთხვევაში კიდე შეიძლება ყველაფერზე არ იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე გირჩევთ მეგობრებო იმას, რომ თუ მუშაობთ ტაქსზე და ან გინდათ ტაქსზე მუშაობის დაწყება და არ იცით როგორ და რანაირად იმუშაოთ, მაგ შემთხვევაში მე გირჩევთ იმას, რომ აი ყველა შეკვეთაზე ნამდვილად არ არის სარბენი. ირბინოთ ისეთ შეკვეთებზე, რომელიც კილომეტრს გაგისწორებთ მინიმუმ 1.5-ზე მაინც. სხვა ანუ ეგ უკვე დღეების მიხედვით უნდა დაალაგოთ და ან ყველაზე ცოტა მაინც 2 ზლოტზე რო გაგისწოროთ. შეიძლება დღეში 15 შეკვეთა გააგეთო, მაგრამ გამოგივიდეს უკვე 400 ზლოტი და 500 ზლოტი და თუ ირბენ ისეთ შეკვეთებზე, რომელიც არ გისწორებს ამას 1 კილომეტრს 2 ზლოტზე, მაგ შემთხვევაში შეიძლება გაიარო 500 კილომეტრი და გააგეთო 500 ზლოტი. ჩემი რჩევა იქნება ყოველთვის კილომეტრაჟი და თანხა შეადაროთ ყოველთვის ერთმანეთს და რა გრჩებათ და როგორ გრჩებათ მაქედან. არ არის ყველას იმაზე შეკვეთაზე სასიარულო სარბენი და ყველა მგზავრი წასაყვანი, ასე რომ ანუ თქვენი გადასაწყვეტია ეგ ყველაფერი და უნდა თქვენ თვითონ უნდა დაალაგოთ ეს ყველაფერი თუ როგორ და რანაირად. მე ყოველ შემთხვევაში არ დავორბივარ ისეთ შეკვეთებზე, რომელიც არ მომწონს. თუნდაც ახლა 2 კილომეტრიდან მაძლევს 8 კილომეტრში მიდის 15 ზლოტიან. ასეთ შეკვეთას მე არ ვღებულ, არ მაწყობს არანაირად. მირჩევნია ვიდგე 2 წუთი, 3 წუთი, 5 წუთი და ველოდო ნორმალურ შეკვეთას და ის დავიყვანო. Witam pana serdecznie. Ilia, tak? Dobry, Ilia, tak. Dziękuję panu serdecznie. Dzięki. Miłego wieczoru. Tak, ესეც მოვიყვანეთ ახლა ჩვენ. შემოვედით. აი რა მევასება აქ შემოხდება, მაგრამ რას ვიზამთ 100 მეტრის გამო გზავს ვერ გადავაგდებ მანქანიდან. ანა რა მოვიდა 8 კილომეტრი მოვიყვანე 19 ზლოტიანი. ნორმალურად აი ასეთ შეკვეთებზე ვიძახი, ანუ მეტი ფულის შოვნაზე. ზუსტად აი ამაზე ვიძახი, რომ დავდივარ ყველა შეკვეთა რომელიც არის 1-2-ზე. ახლა დაწერა 8 კილომეტრი და 300 მეტრი. ესე იგი 8 კილომეტრი და 300 მეტრში გამოვიდა 19 ზლოტი და 60 გროში.
დაიღებს ის სახელმწიფოსა შემოსავლო რაც არის 8%. ხო დარჩება ის 18 ზლოტი. დარჩება. მაინც გამოდის, ანუ 1-2-ზე კი არა, უფრო მეტიც გამოდის. აი 100 შეკვეთებზე დავდივარ ნაკლებ მანძილს. დღეს ახლა უკვე მორჩი მე მეგობრებო მუშაობას. ახლა უკვე მივდივარ სახლში. დღესაც არ იყო ვაუ და გადამრიე მუშაობა. ნორმალნა, ემრიელად ვიმუშავეთ. ესე იგი დღევანდელი მუშაობა დღეს რა გამოგვივიდა ჩვენ. დღეს ესე იგი გარეთ ვიყავით, აპლიკაცია ჩართული ქონდა 10 საათი და 45 წუთი. გაკეთებული გვაქვს 18 შეკვეთა და თანხაში გვაქვს 376 ზლოტი და 36 გროში. 209 კილომეტრი მაგ გავლილი. ანუ ეს ახლა არის უკვე ჩამოდის დაბლა. ანუ მინიმალურ ზღვარამდე ჩამოდის. ანუ მინიმალური ზღვარი, დღიური მინიმალური ზღვარი 300-ზე ქვევით თუ იმუშავებ, უკვე მაგას მუშაობა აღარ გვაქვს. ეგ უკვე არის ისეთი მუშაობა, რომ აი შეიძლება გახვიდე რაღაცა პატარა წაიმუშაო და შემოხვიდე. ახლა ამ პერიოდში, როდესაც ხალხი ისვენებს და არ არის მოძრაობა ქალაქში, 376 ახლა 400-მდე მაქვს პაჭტი გაკეთებული, ხო თითქმის, ხო? ანუ კიდე რაღაცას ნიშნავს. აი ახლა შეხედეთ რა ხდება, ახლა თანხა რაც ამაქვს გაუმუშავებული, კილომეტრაჟი 1-2-ზე არ გამისწორა. არც გუშინ გაასწორა 1-2-ზე, არც დღეს გაასწორა 1-2-ზე. ნუ გუშინ თითქმის გაასწორა მაინც 1-2-ზე, იქ რაღაცა 5 ზლოტის სხვაობა იყო და ზუსტად 1-2-ზე იქნებოდა. აი დღეს უკვე სადღაც 30 ზლოტის სხვაობა, 40 ზლოტის სხვაობა მაქვს კილომეტრასა და თანხას შორის. ანუ სადღაც 1 კილომეტრი გამისწორა 1 ზლოტსა და 80 გროში, ან 85 გროში სადღაც ეგრე. მაგრამ მაინც ნორმალური არის. 11 საათში ეს ფული ნორმალური არ არის. კილომეტრასთან შედარებით, რაც გავაკეთე ნორმალურია. დღევანდელი დღე ეგრე ჩავხურეთ. დაღლით არ დავღლილ ვარ. მუშაობა არ იყო. მაგრამ რაც გავაკეთეთ, მაგითაც ვაყოფილი ვარ. და თითქმის უკვე მოვედით კიდევაც სახლში. ახლა ასე გავაკეთეთ ყოველი დღის შეჯამებას გაკეთებთ და შემდეგ უკვე გვექნება კვირის შეჯამებას გავაკეთებ და ვნახავთ რა და როგორ იქნება კვირის გამომუშავებული თანხა. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ამ კვირაში დიდი ვერაფერი ვერ იქნება, იმიტომ რომ ხალხი გასულია ქვეყნიდან, ქალაქიდან და შესაბამისად დიდ მუშაობასაც არ მოველი, მაგრამ თუნდაც რომ დღეში 400 და ესე 350-დან 500 ზლოტამდე რომ ითამაშოს ფულმა და ეს 350, 400, 450 ეგრე გავაკეთო, კვირის ბოლოს მაინც რაღაცა გამოვა. კარგით მეგობრებო, ვინც მუშაობთ, ყველას მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. ვინც არ მუშაობთ კიდე, ხვალ შევხვდებით ვარშავაში. ვინც კიდე არ ახართ ვარშავაში და შორიდან მიყურებთ და მხარს მიჭერთ და ჩემ გვერდით გახართ, ყველას მადლობას გიხდით. ყველას მშვიდობიანი საღამო და შევხვდებით ხვალ. გამოიწერეთ მეგობრებო ჩემი არხი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და ყველანაირ ინფორმაციას მოგაგებთ. მადლობა რომ მიყურებთ და ჩემს გვერდით ხართ.